არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. საღამოშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, აი დადგა პარასკევი, ჩვენი შეხვედრის დღე რადიო იმედის პირდაპირ ეთერში და მე შეგახსენებთ, რომ ყოველ ამ დღეს გადის X-კოდი რადიო იმედის ეთერში ტავტოლოგია გამოვიდა, თუმცა ტავტოლოგია არ გახლავთ თქვენთან შეხვედრა, რამე თუ ყოველი ჩვენი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რამე თუ თქვენთან ერთად ჩვენ ვამზადებთ როცა გადაცემას, ყოველთვის რაღაც თავისებურად ვიგებთ ახალს, თუნდაც უკვე კარგად ნაცნობ თემებზე. დღეს თავისებური ერთგვარი სიახლე გველოდება, თუმცა სიახლე რა თქმა უნდა პირობითი ნათქვამია, რადგან ჩვენ დღეს დავუბრუნებით ყველაზე ერთგვარ საიდუმლოებით მოსულ ორგანოზე, განსაკუთრებით ორგანიზაციაზე ვისაუბრებთ, რომელზედაც ჩვენ ერთ-ერთი გადაცემა მეტნაკლებად რაღაც ზერელე დავუთმით, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი თემა შეიძლება მომდინარეობდეს ამ გადაცემიდან, უბრალოდ ამ ორდენიდან მე ვსაუბრობ ტამპლიერებზე, რამე თუ როგორც გითხარით, ყველა გადაცემის თემა, აი ბოლო უკვე რამდენიმე გადაცემა სწორედ თქვენი აქტიურობიდან გამომდინარე ირჩევა, თქვენი განსაკუთრებული სიმპათია, ანტიპათიების შეჯერების შედეგად უკვე ვარჩევთ ერთგვარ თემას და განსაკუთრებული ყველაზე მეტი ხმა შეიძლება ითქვას მოიპოვა ტამპლიერების ირგვლივ არსებულმა საიდუმლო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემა არ ისახავს მიზნად მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ასე ბუნდოვანი ბურუსით მოცული და იდუმალი ორგანიზაციების პიროვნებების გენებად მოვლენების გაჟღერებით ერთგვარი ქულების დაგროვებას ჩვენ ყოველთვის გვიწევს ამის საუბარი, უბრალოდ ჩვენ წარმოდგენას შეგიქმნით და ამიტომაც ჩვენ ერთგვარად რამდენიმე თემის გამოყოფა შეიძლება, როდესაც საუბრობთ ტამპლიერებზე, გნებავთ ეს თუნდაც ჩვენ გვინდოდა დაგვეწყოს საუბარი ტამპლიერები და საქართველო, რამე თუ ეს ძალიან საინტერესო თემა გახლავთ. ჩვენ როდესაც საუბრობდით ჰიტლერის გარკვეულ ინტერესებზე კავკასიაში, იქ ქონდა ჩვენ მოკლედ მიმოხილული და გარკვეულწილად მოკლედ ქონდა საუბარი იმაზე, თუ რა დასკვნა გააკეთეს გერმანულმა მეცნიერებმა, რომლებმაც საკმაოდ დიდი დროს ატარებდნენ ექსპედიციაში, ბევრი ექსპედიცია ჩაატარეს კავკასიაში და მათ დაასკვნეს, რომ ტამპლიერებსა და კავკასიელ ხალხებს აქვთ ერთგვარი ერთობა, შესაძლოა სრულებითაც ტამპლიერები, ის ნაწილი ტამპლიერების რომლებიც მათი ორდენის განადგურების შემდეგ გაიფანტნენ მსოფლიოში, სწორედ კავკასიაში მოიკიდეს ფეხი, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ძალიან ისეთ ვერსიების დონეზე, ძალიან ბევრი თემის გამოყოფა შესაძლებელია, თუმცა რა თქმა უნდა იმისთვის, რომ უფრო რაღაცნაირად ზოგადი წარმოდგენას მაინც არა ისეთი ზერელი, არამედ ზოგადი წარმოდგენას თუნდაც ზოგადი, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური შეგვექმნას, ამიტომ რაღაცნაირად უნდა დავიწყოთ შორიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც ეს ყველაფერი იქმნებოდა, დაახლოებით წარმოვიდგინოთ ეს მე-11 საუკუნის ევროპა, რომელიც არის დანაწევრებული ფეოდალურ სამთავროებად, სამეფოებად, საგრაფოებად, რომელიც მხოლოდ აერთიანებთ შეიძლება ითქვას ზედაპირული ესეთი ზედაპირული თვალთ არა, რატომ ერთ-ერთი მათი გამაერთიანებელი იყო რელიგია, რომელიც კათოლიციზმი, რომელიც გამოიყო მართლმადიდებლობას. ეს დაგსახსული სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი, სახელმწიფოები არა მხოლოდ, არამედ საგრაფოები, თუმცა მათ აქვთ ერთი რაც მათ აერთიანებს, როგორც გითხარით, და ერთი მოძღვარი, ის არის რომის პაპი, რომელიც ერთგვარ რაღაც ავტორიტეტული პიროვნება და ფიგურა, რომელსაც შეუძლია მართოს ფაქტობრივად მონარქია, რომელსაც ემორჩილება ყველა, რომელიც ერთმანეთთან ესე ძალიან ესეთი ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ასე რომ შუა საუკუნეების ევროპას მიუხედავად გაუთავებელი დაპირისპირებისა და შიდა ომებისა, მაინც ყავდათ ერთი შეიძლება ითქვას უპირობო და უცვლელი ლიდერი, შეუცვლელი და ფაქტიურად გამგებელი და მმართველი, ეს გახლავთ რომის პაპი. რა თქმა უნდა, ესეც თავისებურ კვალს ტოვებდა ისტორიაში, ესეც ერთგვარი მომენტია იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ის ტამპლიერებზე ვსაუბრობთ, მინდა გითხრათ, ვინც ახლა შემოერთდა რადიო მიმღებებს და ამიტომ მინდა რაღაცნაირად სურათი დავხატოთ და შევქმნათ აი ძალიან ბევრი ლეგენდით მოცული და ირეალური ამბები ამ ორდენთან დაკავშირებული და მინდა რაღაცნაირად ეს ყველაფერი განვაგრძელოთ და უფრო რეალურად და საკითხად შევხედოთ ყველაფერს.
ნუ როგორც გითხარით, ერთადერთი თავსატეკი იმ პერიოდში რომის პაპისთვის ყოველთვის რჩებოდეს აღმოსავლეთი რომის იმპერია, ანუ ბიზანტია, რომელიც დიდი ტერიტორია გახლავთ, ის ტერიტორია, სადაც ახლა რუსეთია, გნებათ ის ევროპის აღმოსავლეთი ტერიტორია, ახლო აღმოსავლეთი და ასე შემდეგ. ნუ ამასობაში მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძლიერდება ისლამი. სწორედ ამ რელიგიის წყალობით სელჩუკებმა შექმნეს ძალიან ძლიერი იმპერია, საკმაოდ დიდი ამბიციების მქონე, არანაკლებ ამბიციები, როგორც რომის პაპს ჰქონდა, მაგრამ ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ თავიდან სელჩუკები, როგორც ამბობენ, ეს რომლებაც ისლამის წყალობით შექმნეს ძლიერი იმპერია, უბრალოდ აყალიბებენ ამ ძლიერ იმპერიას, რაც ისტორიის გაკვეთილი ლექციასავით გამოვიდა, მომიტევეთ, თუმცა მივიდოდი რაღაცნაირად ეს ისტორიული ფონი შექმნათ იმისთვის, რომ შემდგომი გადაცემები მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ფაქტობრივად ვიწყებთ ციკლს ამ ტამპლიერებისა, რამე თუ თქვენი ინტერესი ამ საკითხის მიმართ არის ძალიან მზარდი და სწორედ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივაქციეთ ჩვენი ყურადღება და ფაქტობრივად რაღაც ციკლის სახეც კი მივეცით და დღეს ერთგვარად ამით ვიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარად ზერელე ზოგადად ამაზე მაინც ერთ-ერთ გადაცემაში ქონდა საუბარი. ნუ იყვნენ ძალიან არ იყვნენ, როგორც ამბობენ ისტორიკოსები, მტრულად განწყობილნი ქრისტიანების მიმართ, თავდაპირველად და საერთოდ მათი ფუნდამენტალიზმი, როგორც ამბობენ, არ იყო ისე მკაცრი და აგრესიული და მილიტარისტული, როგორც ამას ზოგიერთი მკვლევარი გვაჩვენებს და როგორც ამას ზოგიერთი ისტორიული ფაქტიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნოთ, პირიქით საკმაოდ განვითარებული ჰქონდათ, ამბობენ მათ ტოლერანტობა, ისე როგორც ზოგადად კულტურა, მეცნიერება, ასტრონომია, ასტროლოგია, ალქიმია თუ გნებავთ, არასებობს სფერო, რომელიც მათ არ ჰქონდათ განვითარებული და საკმაოდ მშვიდობიანი თანაცხოვრება ჰქონდათ, როგორც ამბობენ მართლმადიდებლებთან. ნუ რა თქმა უნდა, ეს მშვიდობა მხოლოდ შეიძლება პირობითად არის ნათქვამი, რა თქმა უნდა, გარკვეული დაპირისპირება იქნებოდა და ბუნებრივია, როდესაც ესეთი იმპერია იქნება, ბუნებრივია იმპერიებს შორის იქნება პოლიტიკაც, ეკონომიკაც და რა თქმა უნდა, იქ არ შეიძლება მშვიდობა რაღაც ინტერესთა მუდმივ და ესეთი ნამდვილ თანხმობაზე საუბარი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ამ დროს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსიმ, რა თქმა უნდა, იგრძნო მოსალოდნელი საფრთხე თურქ-სელჩუკების მომძლავრები და ხანგრძლივი ესეთი ჯაბასის შემდეგ მან რაღაცნაირად გადაწყვიტა, ეს მას ალბათ ძალიან ბევრი მომხრეც ყავდა და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აფრთხილებდა, რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ მან საბოლოო ჯამში გადაწყვიტა, რომ დახმარებისთვის მიემართა კათოლიკურ ევროპას, კერძოდ რომის პაპს. ნუ ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სავსებით მოგზალებული და შეიძლება ითქვას ლოგიკური თხოვნა აღმოჩნდა უდიდესი სისხლისღვრისა და კატაკლიზმების დასაწყისი, რომელსაც ჯვაროსნული ლაშქრობა ჰქვია. ნუ მე ამას ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრს რაღაც დღემდე გვაქვს წარმოდგენა, რომ ეს არის რაღაც რომანტიკული გარსით არის ზოგადად ეს მოცული ჯვაროსნული ლაშქრობა, ქრისტეს საფლავის გათავისუფლება, რა თქმა უნდა, არის ამაში რაღაც გარკვეული დადებითი მხარე, თუმცა რა თქმა უნდა სიღრმისეულად რომ დაუგვირდე, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს ამის დრო და შეიძლება ითქვას ეს მე არავის თავს არ ვაპირადულ, რა თქმა უნდა რაღაცნაირად აზრს, თუმცა ბევრი გნებავთ კივილის სისხლი უსამართლობა, ორი რელიგიისთვის მიუღებელი ფასეულობების რაღაც გარკვეულ დუბლურების ყოფა და რაღაცნაირად აი არა კარგი, ცუდი, შეიძლება ითქვას არა კარგი, კი არა ცუდი, ესეთი ადამიანური ბნელი მხარე წარმოჩნდა აი ამ ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ნუ პაპა ურბანმა რა თქმა უნდა არ გაუშვა შანსი ხელიდან, როდესაც მას მიმართეს დახმარებით ბიზანტიიდან და უკლებლი ყველა ეკლესიებში ძალიან სწრაფად, როგორც გითხარით, ის ფაქტობრივად იყო ერთპიროვნული ლიდერი ევროპაში იმ პერიოდში, მიუხედავად ასეთი დაგსაქსულობისა, ყველა ეკლესიებში უძვეცრად გავცელდა ეს პონტიფიკის მოწოდება წმინდა მიწის დასაცავად. ნუ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი იყო, რა თქმა უნდა, ჯვაროსნული ლაშქრობის, პირველი ლაშქრობის რიგებში ადამიანები, მამაკაცები, რა თქმა უნდა, რაინდები, რომლებიც ხირსეულად მიუდგნენ ამ საკითხს და რა თქმა უნდა აი ამ მოწოდებაში დაინახეს ნამდვილად ესეთი თავისი რწმენის დაცვა, თავისი გნებავთ სულიერი მოძღვრის მოწოდების შესრულება და ასე შემდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 80% მაინც აი ამ რაღაც რომანტიკული გარსის უკან იყვნენ რაღაცნაირად უფრო სხვა ადამიანები, ანუ მინდა შეიძლება ესე გამოვიდეს, რომ ევროპის ყველაზე თავზე ხელაღებული მამაკაცები, რომელსაც არაფერი ჰქონდა დასაკარგე, ძირითადად ძარცულები, ქურდები, ავანტიურისტები,
გნებავთ აი ფატერაკების მოყვარულები, რომელთაც რაღაც გარკვეული დანაშაული ქონდა და ფაქტობრივად აი ამ ლეგიონში ჩაწერით მათ ყველა ცოდვას პატიობდნენ და არა მხოლოდ ცოდვას, არამედ თუ ჩანელილი ქონდა დანაშაული მათ სასამართლოს და იურიდიულადაც არანაირი უკვე კანონი მათ ათავისუფლებდა ყოველგვარი დანაშაული, რა თქმა უნდა ძალიან კარგი შანსი იყო. მაგრამ წარმოვიდგინეთ, აი ძირითადად კიდევ ერთხელ ვამბობ მე არანაირად ახლა არ შეიძლება ზოგადად ერთი მოსმით ერთი ხელაღებით რაღაცნაირად უგულებელყო თუნდაც ის პათოსი, რომელთაც ზოგიერთი რა თქმა უნდა იყვნენ ღირსეულები კიდევ ერთხელ ადამიანები ამ ლაშქარში, თუმცა უმრავლესობა მაინც აი ასეთი მიზნით იყო ჩაწერილი და აი წარმოიდგინეთ მე საფრანგეთიდან დაიძრა ახლო აღმოსავლეთისკენ ეს თუ არცები რა 15000 ურემი შეგროვდა უკვე როდესაც ისინი მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ძალიან დიდი ლაშქარი არ მხოლოდ ფრანგები, არამედ ზოგადად მთელი ევროპიდან აი ესეთი ბირთვი ადამიანებისა და ყველა სიამოვნებით იღებდნენ ამით, რა თქმა უნდა მთავარი ხალხი ყოველთვის ჭირდება როდესაც ასეთ სამხედრო რაღაც ავანტიურას აწყობ. და რა თქმა უნდა იყვნენ კიდევ ერთხელ გეტყვით ღირსეული ვაჟკაცები, თუმცა როდესაც აი ალექსიმ იმპერატორმა ალექსიმ დაინახა ეს ლაშქარი, რომელიც მას დასახმარებლად მოადგა და გადახედა ზემოდან ის მიხვდა და რომ საგონებოში ჩავარდა რამე თუ ესეთი რაღაც ჭრელი რაღაცნაირად აშკარად ეთყობა ხო ადამიანებს, როდესაც ორგანიზებული ხარ, როდესაც მიზამიმართული ხარ და როდესაც ხარ მხოლოდ იმისთვის მოსული რომ დავუშვათ გაიქცე კანონს ან დავუშვათ იმისთვის რომ ომში პირადი რაღაც იპო გასამჯერო გნებოდ ოქრო გნებოდ ვერცხლი გნებოდ ქალები გნებოდ ღვინო აი ხვდებით ძალიან ისეთი სიტუაცია შენიშნა ალექსიმ და მაგრამ უკვე ამბობენ გვიანი იყო. ახლა მე შეგნებულად არ მინდა ახლა რაღაცნაირად ძალიან ნეგატიური ფონი შექმნა, თუმცა მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად ძალიან რომანტიულ და დადებით და ესე ფერად ვაჟკაცურ ფერებში ხატავენ ხოლმე ზოგადად ამ ჯვაროსნულ ლაშქრობას, მაგრამ მინდა თქვა, რომ ეს რაღაცნაირად გავანეიტრალო, რომ ეს იყოს, რომ ყველაფერს შეხვედროთ რაღაცნაირად საღად და რეალურად. ის ბოსფორისა და მცირე აზიის გზაზე გადიოდა გზა, რომელიც მათ განვლეს თავდაპირველ სანამ მიადგებოდნენ იერუსალიმს. მაგალითთვის ეს ფაქტობრივად სისხლიანი გზა იყო, რამე თუ გზა და გზა ისინი აწილკებდნენ მოსახლეობას. არის მაგალითები ამის ისტორიაში, გნებად ლიკია ქალაქი, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების ძარცვა დაფიქსირდა ამ ქალაქში და არა მხოლოდ ძარცვა, არამედ ხოცვა-ჟლეტა. საბოლოოში ბევრი რომ არ გავაგზავნოთ 1099 წელს წლისთვის იერუსალიმი წარმოადგენდა უკვე საკმაოდ განვითარებულ კულტურულ და სავაჭრო ცენტრს, სადაც როგორც მოგახსენეთ სამი რელიგიის მოქალაქეები მეტნაკლებად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. საკმაოდ დიდარი განათლებული და მშვიდობიანი ქალაქი იყო, როგორც ამბობენ ამ სამი რელიგიის მოქალაქეები თავიდან ერთად ისავდნენ ქალაქს სხვადასხვა, როდესაც ამბობენ. ესეც კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ერთგვარი ვერსია იმისა, ანუ მთლატესი არ იყო. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თავიდან იქ მცხოვრები მუსულმანები ქრისტიანებს ექცეოდნენ ტოლერანტულად, ხო შემდგომ როდესაც მოხდა ამ ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის აღება, აი უკვე ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა. ასეთი მე მაცნობებენ ახლა რომ უნდა დავასრულო საუბარი რამე თუ საინფორმაციო გამოშვების დრო. მოდით შევჩერდეთ აქ რაღაცნაირად უბრალოდ შეგახსენებთ რომ ტამპლიერებზე საუბრობ და აქვე გეტყვით რომ ბევრი საინტერესოს მოსმენა თქვენ ჯერ კიდევ გეწინგელოდებათ, ამიტომ მოდით დავუთმოთ საინფორმაციო გამოშვებას დრო, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდეთ ამ თემით რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. საგამშვიდობისა კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, დაბრუნდა რადიო იმედის პირდაპირ ეთერში გადაცემა X კოდი, რომელიც მოსმენა თქვენ შეგიძლიათ ყოველ პარასკევს და ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ტამპლიერების ორდენი. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ფაქტობრივად ჩვენ ამით ვიწყებთ ციკლს ამ ორდენზე
სასაუბრო ციკლს, რამე თუ ძალიან ბევრი რამ უკავშირდება მათ საქმიანობას, ძალიან ბევრი ლეგენდა, ძალიან ბევრი მითი, შეიძლება ითქვას ირეალური, არარეალური რაღაცები არის ხოლმე ამ საზოგადოების ირგვლივ, მუდმივად როცა საუბრობენ, მუდმივად ეს რაღაც ასეთი ნახევრად მისტიური და ნახევრად ლეგენდარული რაღაც ამბები წამოდიდება, თუმცა მე ამიტომაც თქვენი ინტერესიდან გამომდინარე, სწორედ ამაზე შევჩერდი და ფაქტობრივად დღეს ჩვენ ვიწყებთ ამაზე საუბარს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის ისტორიული მომენტი, ისტორიული ვითარება ავსახეთ, სადაც იშვა ეს ორდენი და ნუ ჩვენს განაგზავ საუბარს ამაზე, ჩვენ საუბრობდით პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე და პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ გითხარით, რომ გაიხსნა გზა მცირე აზიისკენ და რაღაცნაირად მოხდა ის ევროპელების დიდი ხნის ოცნება ასრულდა, რომ მათ შეეძლოთ ქრისტეს საფლავთან მისვლა, პილიგრიმების ძალიან დიდი ნაკადი წამოვიდა, თუმცა გზა მცირე აზიისკენ გაიხსნა, მაგრამ თურქ-სელჩუკებმა არ აპატიეს ევროპელებს შეიძლება ითქვას ბჭყალებში ექსპედიცია და მთელი რისხვა ამჯერად ზოგადად ქრისტიანებზე გადაიტანეს. ევროპელებისთვის წმინდა ადგილთა მოსავლოცად, როგორც გითხარით, პილიგრიმების გზა მუდმივად იყო სავსე, მაგრამ ისინი მუდმივად განიცდიდნენ გარკვეულ ზეწოლას და შეიძლება ითქვას თავდასხმებს აი ამ მცირე ჯგუფებისგან, რომლებიც ასე უხდიდნენ სამაგიეროს, ზოგს ადგილზე კლავდნენ, ზოგს თქვათ მიყავდათ მონება ტყიდნენ და რა თქმა უნდა ამას ყველაფერს ჭირდებოდა ერთგვარი დაცვა და სწორედ მაშინ პილიგრიმთა და წმინდა მიწაზე მოსაოცად მისული ადამიანების დასაცავად შეიქმნა შეიძლება ითქვას ორი ძალიან რელიგიური ორდენები, ნახევრად რელიგიური და ნახევრად ესეთი სამხედრო, ნახევრად არა უფრო სამხედრო და შეიძლება ითქვას ორივე ერთად ასეთი ორდენები ძალიან მრავლად იყო მაშინ შუა საუკუნეების ევროპაში, თუმცა განსაკუთრებით გამოსაყოფია ორი ორდენი, კერძოდ ტამპლიერები და ჰოსპიტალიერები, რომლებიც რომელთა პირველია ისტორიული და როგორ ვითხრათ ძალიან ბევრი ისტორია და ჩვენ ამას შევეხებით, რეალურიც და არარეალურიც, თუმცა რეალური სინამდვილიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ თავდაპირველი აზრი და არსი მათი შექმნისას სწორედ გახდა აი ამ პილიგრიმების დაცვა, აი ესეთი სელჩუკების ესეთი ძალიან ხშირი თავდასხმებისაგან. 1919 წელს კეთილშობილი ფრანგი თავადი ჰიუგო დე პიენი და ჯიფროა დე სენტ-ომერი, ახლა იერუსალიმის მეფე ბოლდუინ პირველს ეახლენ ბოლდუინ პირველს, ესეც ძალიან საინტერესო ფიგურა გახლავთ, არა მხოლოდ ბოლდუინ პირველი, ბოლდუინ მეორეს მისი ძმა, რომელმაც იერუსალიმი დაიყო და ზოგადად ეს იერუსალიმის სამეფო ძალიან ესეთი ბუნდოვანი და ესეთი რაღაცა შორეული თემა, თუმცა ძალიან საინტერესო დეტალებით მოცული. ამას დღეს ჩვენ არ შევხედავთ, უბრალოდ ამას ესე ბუნდოვნად აი ტამპლიერების ორდენიდან გამომდინარე რაღაცნაირად მიმოვიხილოთ და მივიდნენ აი ამ მეფე ბოლდუინთან და მან შესთავაზა თავისი დახმარება და თავისი ძალა 10 ნაფიცი რაინდის მომსახურება, რათა დაეცვა მეფე იერუსალიმი და იერუსალიმის ტაძარი თავდასხმისა და თარიშისაგან და სახელწოდება ტამპლიერის სწორედ აქედან მომდინარეობს, ტამპლე ფრანგულად საერთოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ზუსტად არ გამოხატო, ეს ნიშნავს ტაძარს და მეტაძრეები სიტყვასიტყვით ტაძრის მცველები, ბიბლიურ სოლომონის ტაძარს მაშინ არანაირი კავშირი არ ჰქონდა აი ამასთან, ეს უბრალოდ მაშინ ეს არაბული ნაგებობა იყო, მაგრამ რაიდეს სწამდათ, რომ უდიდესი იცავდნენ და მოიგეს ეს სახელი ტამპლიერებმა და ასე ჩამოყალიბდა შეიძლება ითქვას ესეთი ყველაზე ბურუსით და ყველაზე ესეთი საიდუმლო ორდენი, რომლის ირგვლივ საუბარი დღესაც არ ცხრება და რომელიც იცავდა ფაქტობრივად მეფის რეზიდენციას და იმიჯნებოდა სოლომონის ტაძარს და ასევე სხვა ევროპელ პილიგრიმებს. და აქვე საინტერესო მომენტია, რომ სიტყვა ტაძრეული ქართულ ისტორიკოსთა ცნობით სხვადასხვა ბაგრატიონთა, უმთავრესად კი დავით აღმაშენებლის პერიოდის საქართველოს ჯარის ელიტურ ნაწილსაც წარმოადგენდა და თავდაპირველად ტაძრეულის მაგივრად იხმარებოდა სიტყვა ტაძრობილი,
რაც აღნიშნავდა ქართულ აზნაურს, რომელიც ეკლესიაში რელიგიური წესით იქონდა აკურთხი, ერთგვარი მინიშნება იმაზე, რომ რაღაც მსგავსება არსებობს, სწორედ ისე როგორც დასავლეთ ევროპაში აკურთხებდნენ რაინდად. და საინტერესო ფაქტია ისიც, რახან ამაზე მოვიდა საუბარი, დავიწყეთ საუბარი, რომ აუცნაური სამხედრო რელიგიური ორგანიზაციის წევრებს საქართველოსთანაც ჰქონდათ კონტაქტი და ეს არაერთი დოკუმენტით ფიქსირდება განსაკუთრებით ჯერ კიდევ დავით მეოთხის აღმაშენების დროს, მაშინ როდესაც ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმიდან მალე ტამპლიერთა ორდენიც მოევლინა ქვეყანას, ხოლო ჩვენი სახელმწიფო მათ ბუნებრივია მოკავშირედ იქცა, თუმცა როგორც გითხარით, აი ამ თემას ჩვენ სხვა შეიძლება ითქვას უკვე მომდევნო გადაცემებში შევეხებით უფრო დეტალურად და დღეს ჩვენ ერთგვარი წინაპირობა, წინა შესავალ ნაწილი გვაქვს, ამით როგორც გითხარით, თუ ვიწყებთ ტამპლიერებზე საუბარს, ჯობია რაღაცნაირად ამას მიუდგეთ, რა თქმა უნდა, ძალიან სიღრმისეულად მიუდგებით, ამიტომ ამას გადაცემის ციკლი კი არა, ზოგადად მთელი გადაცემა არ იყოფა, მაგრამ ამიტომ მივუჩნიეთ საჭიროდ რომ რაღაცნაირად შეგვენა ფონი და დაგვეწყო უფრო შორიდან. ისევ დაბრუნდეთ იქ ორდენის ყველა წევრი დებდა ბერულ აღთქმას, ანუ ის აგზავები, რაც ბერებისთვის იყო დამახასიათებელი, ტამპლიერებიც იცავდნენ სიწმინდე, ცელიბატი, მორჩილება, მამაცობა, მხედრული პროფესიონალიზმის შეუპოვრობა, სიმავაცე, უპოვრობა, უბრალოება, ასკეტური ცხოვრების წესი, ერთი და იგივე სამოსი ეცვათ მათ მუდმივად. არასოდეს არ ქონდათ რაღაცა მდიდრული აბჯარი, ვერასოდეს ვერ გაარჩევდი თუ რაღაც სიმბოლოს არ ცნობდი და არცი, მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული სიმბოლოები განაჩნდათ მათ უბრალო მეომრებისგან, უბრალო აბჯარი, უბრალო აღკაზმულობა ქონდათ, მხოლოდ გარკვეული თანხა უნდა ქონოდათ. ამიტომ აი რაღაც გარკვეული თანხისზე მეტი არ შეიძლებოდა რომ ქონოდა რაინც, იმიტომ რომ არ სჭირდებოდა. ფაქტობრივად იყო ორდენი ბერულიც და სამხედროც. თუმცა უნდა ხაზგასმით აღნიშნოს, რომ არაჩვეულებრივი მებრძოლები იყვნენ, არაჩვეულებრივად ფლობდნენ საბრძოლო რაღაც საიდუმლოებებს, არაჩვეულებრივ ხმალობდნენ გნებავთ ყველაფერი ცხენოსნებიც არაჩვეულებრივი იყვნენ, ორთაბრძოლაშიც გამოირჩეოდნენ მუდმივად და ყველა ესეთ რაინდულ ასპარეზობებშიც ყოველთვის იმარჯვებდნენ, მაგრამ პარალელურად ამისა ისინი რჩებოდნენ ესეთი ბერული ასკეტური ცხოვრების ცხოვრობდნენ. ამიტომ მათ თანდათანობით დაიმკვიდრეს რაღაცნაირი ღირსეული რაინდობის ტიტული და რა თქმა უნდა ღირსეული ესეთი ადამიანების შეფასება მოქალაქეების მხრიდან. წელიწადში მათი პოპულარობა თითქმის გასდა ამ ახლო აღმოსავლეთს, რამე თუ როგორც გითხარით, ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ პილიგრიმების დაცვას ახორციელებდნენ. მათ 1128 წელს საეკლესიო კრებაზე მიიღეს როგორც გმირები, როცა ისინი საფრანგეთში ჩავიდნენ, შამპანისა და ანჟუის გრაფმა მათი მფარველობა ისროლასა ძალიან საინტერესო პიროვნებები არიან და ეს სხვა ლეგენდებში და მითებში და ისტორიებში, რომელიც აი ამ ტამპლიერების ორდენის სხვა კუთხით წარმოაჩენს ამ ორდენს, ისინი რაღაც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, თუმცა მაინც მიყვეთ ახლა უბრალოდ ნორმალური ისტორიას ხვდებით და არა მითოლოგიას და ლეგენდას. და უდიდესი როლი მათ პოპულარობაში მიუძღვის ასევე ბერნან კლერო ვოსელს, რომელიც ცილისტერციანების სულიერი ორდენის დამაარსებელი იყო და მან და ხარი დაუჭირა მათ აი ტამპლიერებს, მან ფაქტობრივად შეუქმნა მათ სამონასტრო ტვიპიკონი, ანუ ის განაწესი, რასაც ისინი იცავდნენ და მათი დაცვა ორდენის ყველა წელს მოითხოვებოდა, დაახლოებით 72 მუხლი იყო და თითოეული მუხლის არ შესრულება ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ შენ ორდენს ტოვებდი და ასეთი მკაცრი ესეთი რაღაცა განაწესით ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და ყველაფერს ამას დაამატეთ ის, რომ მუდმივი წვრთნები, მუდმივი ფიზიკური ფორმაში ყოფნა, რამე თუ ყოველ დღე მათ უწევდათ რა, ყოველ დღე თუ არა სტარტზე გამოშვებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არავინ არ იცოდა საფრთხე საიდან მოვიდოდა და როდის, ისინი ყოველთვის 24 საათი მზად იყვნენ იმისთვის, რომ შეგრძოლებოდნენ მტერს და მხოლოდ გამარჯვებაზე იყვნენ თუ შეიძლება ეთქვას ორიენტირებული. ესეთი ძმები სხვადასხვა იყოფოდნენ რაინდებად და სერჟანტებად, ეს მთელი ესეთი სუბორდინაციას რომ მიყვეთ ძალიან შორს აღგვიყვეს, ამიტომ მოკლედ მოგხსენებთ, მათი წარმოავლობის მიხედვით იყო ეს ყველაფერი სუბორდინაცია დანაწევრებული, მოგვიანებად მათ შემოიტანა სუბთა სასულიერო პირი, რომელიც მათი აი ამ სასულიერო
ცხოვრების კონტროლს აწესრიგებდა, შეიძლება ითქვას, ცელიბატის აღქმა, პოვრობა, მორჩილება, თავარი პირი ორდენში იყო, რა თქმა უნდა, დიდი მაგისტრი, რომლის შტაბ-ბინა იერუსალიმში მდებარეობდა თავდაპირველად, მისი არჩევა კი ევალებოდა სპეციალურ სათათბიროს, ანუ კონვენტს. იერარქიის ქვედა დონეზე იდგა დიდი სენშალი, ანუ დიდი მარშალი და კომანდორი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ტერმინები, რომელიც დღეს გვხვდება, გნებავთ სამხედრო სფეროში, გნებავთ პოლიციის, აი სხვადასხვა სფეროში, საბანკო სამსახურში, საბანკო სფეროში და საბანკო სფეროს ეს გასასმელი რამ თუ საბანკო მომსახურება ზოგადად მათგან მომდინარეობს და თუ რატომ ამას თქვენ მე მოისმენ და ნუ აი ესეთი სუბორდინაციული რაღაც ერთგვარი ესეთი სქემა გქონდათ მათ შემუშავებული. Ну, რამდენიმე ესე იგი შემდგომ როგორც გითხარით, აი ამ წლები გადიოდა და ისინი ძლიერდებოდნენ იმ გაგებით, რომ მათი პოპულარობა ხალხში და მოსახლეობაში მატულობდა, რამე თუ ისინი ხედავდნენ, თუ როგორ გამოირჩეოდნენ ის ადამიანები მათგან, ვინც როგორც გითხარით, 80%-ში ადგენდა ძირითადად ჯვაროსნებისა და მხოლოდ ძარცვა გლეჯით იყვნენ დაკავებულნი და მხოლოდ პირად მოგებაზე ფიქრობდნენ და არანაირი ღირსება არ გააჩნდათ ამ ადამიანებს, რომლებიც ფაქტობრივად არანაირი რაღაც გარკვეული რაოდენობის თანხაუდა ჯიბეში სიტყვაზე, ну, დავუშვათ მხოლოდ დავუშვათ 5 მონეტა, ну, სიტყვაზე ვთქვათ და აცვიათ უბრალოდ იკვებებიან ძალიან უბრალოდ, არა სვამენ მხოლოდ თანდასწრებით ეპისკოპოსისა და სასულიერო პირისა, ну, მოკლედ ძალიან ესეთი ფაქტორი, ესეთი ცხოვრება, როგორც ბერეს, მაგრამ არის კიდევ სხვა კუთხე, რომელზედაც ჩვენ მივახლოვდებით. და ესე გროვდებოდა შემოწირულობები, აი მათ ესეთი ადამიანების დასახმარებად აგენტები პოულობდნენ პატიოსან ადამიანების ესე იგი გულის კარის გასაღებს, იმიტომ რა თქმა უნდა ესეთი ცხოვრების წესი და ასეთი იერი, თუნდაც გარეგნული და თუნდაც აი ეს ქმედითი მათი ქმედებიდან გამომდინარე ადამიანს განაწყობდა ძალიან დადებითად. თუმცა ეს ხელს არ უშლიდა არანაირ ორდენს, რომ ყველაზე მდიდარი ორგანიზაცია გამختارიყო მსოფლიოში ძალიან მალე და არავის არ ეპარებოდა ეჭვი ამ ორდენის პატიოსნებასა და ზნეობრივ სიდიადეში. შემოწირულობები მინდა გითხრათ კოლოსალური იყო და ძალიან გაიზარდა, ის ანახულად დიდ მასშტაბს მიაღწევდა არც ერთ ორდენს, რომელიც იმ პერიოდში, როგორც გითხარით, ევროპაში ძალიან ბევრი ორდენი იყო, მაგრამ ეს გამორჩეული იყო იმით, რომ რაღაცნაირად ჯერ ეს ერთი მუდმივად, ну, მიხვდებით შემდგომ რატომ იყო გამოჩენილი თავდაპირველად ეს სანამ ისინი აი პოპულარობის პიკს მიაღწევდნენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ესე უბრალოდ არ ხდებოდა, მათ ამით ადამიანებს აძლევდნენ ისინი თავისი საქმიანობიდან და თავისი ერთგვარი ქცევიდან გამომდინარე ჩამოყალიბდეს ერთგვარი სიმპათია მათ მიმართ და ნდობა თუ გნებავთ. Ну, არაგონის მეფე მაგალითად ალფონსო პირველმა მათ თავისი სამეფოს მესამედი დაუტოვა, ძალიან ბევრია, ბრეტონის ჰერცოგმა დაუტოვა კუნძული საფრანგეთის სანაპიროზე. მე-12 საუკუნის შუა წლებისთვის ევროპის ასობით სამამულე ნაკვეთი უკვე თავისი ციხე გალავნით უკვე ტამპლიერების ხელში აღმოჩნდა. თითოეულ მათგანს კი ტამპლიერებს მიერ დანიშნული სენშენი, ანუ მარშალი, კონვენტორი და სხვა ხელმძღვანელობდა და ესე ნელა წარმოიდგინეთ, აი ისინი გაცდნენ უკვე აი ამ იერუსალიმის და ფაქტობრივად მთელ ევროპაში უკვე იქმნებოდა ძალიან მძლავრი კლანი, რომელიც მართავდა ყველაფერს და მართავდა არა მხოლოდ იმით, რომ იცავდა ამ პილიგრიმებს, არამედ მათი ფუნქცია უკვე ნელა იზრდებოდა და ნელა გადადიოდა უფრო სხვა სერიოზულ სფეროებში, რომელზედაც ჩვენ უკვე ვისაუბროთ ცოტა ხნის შემდეგ. ახლა დრო უნდა დავუთმოთ, მანიშნე როგორც ყოველთვის ჩვენ დრო არ რჩება, მაგრამ მეწუნეთ, რომ ბევრი საინტერესოს მოსმინდა თქვენ კიდევ წინგელით. ახლა სოფლიო ხიტი გავა რადიო იმის ეთერში, შემდეგ საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ კი ჩვენ კვლავ დაბრუნდებით ტამპლიერებზე საუბრით. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად.